სირცხვილი იყო გემუშავა საზღვარგარეთ იმაზე, რასაც საქართველოში არასდროს არ გააკეთებდი. აქამდე, როდესაც ემიგრაციაში მიდიოდა ადამიანი, ყოველთვის უწევდა, რომ დაემალა ის სამსახური, რასაც იქ ის აკეთებდა, იმიტომ რომ სირცხვილი იყო გემუშავა საზღვარგარეთ იმაზე, რასაც საქართველოში არასდროს არ გააკეთებდი რა, მოკლედ და მიხარია ის ფაქტი, რომ აი ამ პროექტით შევცვალეთ ზუსტად ეგ, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობენ თავიანთ განვლილ გზაზე. ანუ აღარ არის სირცხვილი, პირიქით ხალხო, ანუ ქართველები, რომლებიც მართლა უდიდეს შრომას, უდიდეს დროს, ენერგიას დებენ საზღვარგარეთ იმისთვის, რომ მერე ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ, ეს არ არის სირცხვილი და ამაზე უკვე დაიწყო ადამიანებმა საუბარი და აღარ უწევთ მოტყუება, რომ ით რა, ანუ ამას ვაკეთებ და სინამდვილეში კიდევ ურთულესია ემიგრაციაში თავი გაიტანო და მერე საერთოდ თავი დაიმკვიდრო და ბევრი ყავს ეგეთი ძალიან მაგარი ქართველი ჩვენ საზღვარგარეთ, რომლებმაც ძალიან მაგრად დაიმკვიდრეს თავი და ჩვენი ქვეყნის ამბასადორები არიან დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და აი ეს განვლილი გზა როგორ გახდა კონკრეტული ადამიანი ჩვენი ქვეყნის საამაყო ამბასადორი, აი ეს განვლილი გზა არის ის, რამაც ეს ადამიანი შექმნა და გვიყვარს და პატივს ვცემთ. მოკლედ, ეს არის ის ინტერვიუები, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ემიგრაციის ისტორიას დარჩება.